ჩემო არხის მაყურებელო, გამარჯობა, დღეს არის 20 ივნისი, ეხლა მე მინდა მოგახსენო სპორტული ამბები, სპორტის შესახებ სიახლეები. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ გუშინ Manchester City 2-0 მოიგო ჩემო არხის მაყურებელო და ძალიან ადვინად გასეინება ქონდა Manchester City და პირველი მატჩი მოახერხა 3 ქულით ჩაწერა. როგორც ვიცით, ერთი კაცი გაუგდეს და 10 კაცი თამაშობდა Manchester City და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. და პრინციპში მე მინდა ჩემო არხის მაყურებელო ადაპტო მთავარი მატჩი უყურადღებოთ გუშინ, რომელიც 11 საათზე იყო Real Madrid-ის რეალის სახით განდამავალი უპირატესობა ქონდა გუნდებს, ორივე გუნდებს და თანაბარი შანსები ქონდა. მე ვიტყვი საერთო ჯამში ფულთითლობა და საერთო ჯამში ამ თამაშიდან გამომდინარე, რასაც უყურე, თანაბარი თამაში შედგა ამ ორი გუნდის მონაწილეობით და მე მინდა კიდე ხა მოგახსენოთ ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, ჩემო კეთილო ხალხო, დღეს ვიცით, რომ 11 საათზე ინტერ მაიამი შეხდება პორტუს და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. დღეს ინტერ მაიამს ძალიან წყალი ვიჭირდება მოგება და 3 ქულა რათა ჯგუფიდან გავიდეს და პლეი-ოფში მოიპოვოს მოხვედრის შანსი. ამისთვის კი საჭიროა ინტერ მაიამმა სასურველი შედეგი დააფიქსიროს და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გადის. ჩემო არხის მსმენელებო, როგორც ვიცი, რომ უპირატესობა ექნება ინტერ მაიამ და ფავორიტი იქნება პორტოსთან და ფავორიტის რანგში წარდგება თვითმფლობები და შეტევები, მეტი კუთხური და მეტი ჯარიმების წავა ალბათ კიდე ჩემო არხის მსმენელებო. მადრიდის ატლეტიკოსაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, იმიტომ რომ მეორე ტური აქვს, რა თქმა უნდა, და მადრიდის ატლეტიკო მოგების შემთხვევაში კი 3 ქულას ჩაიწევს და შანსი შეინარჩუნებს, რომ ჯგუფიდან გავიდეს. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შესახებ მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, კიდე პრინციპში დილის გამთინის 5 საათზე თამაშია, რომელიც Paris Saint-Germain ითამაშებს მეორე მატჩს და შემოგთავაზა საზოგადოების პირველი არხის სპორტი. ჩემო არხის მსმენელებო, ეხლა კი რა შეეხებათ? მადლობას გიხდით მოსმენისთვის და ლაიქით ვიდეო, რათა ბევრმა ადამიანმა გაიგოს სპორტის შესახებ სიახლეები, გამოიწერეთ არხი, გაიზიარეთ თუ მოგეწონათ. მადლობა კიდე ერთხელ.